ხშირად დასმული კითხვები, ნაწილი არ ვიცი მე რამდენი. მოკლედ, როდესაც ადამიანები იგებენ ჩვენი ბიზნეს მარკეტინგის შესახებ, ხშირად ისმება ესეთი კითხვები, აი რეგისტრაციის შემდეგ რა უნდა გავაკეთო? და ეხლა მე თქვენ ჩამოგიყალიბებთ, თუ რა უნდა გააკეთოთ. ჩვენთან არის ორი მიმართულება, იქნები აქტიური, იქნები პასიური, მაინც მიდიხარ შედეგზე. როგორ? აი ეხლა მომისმინე ყურადღებით. როდესაც ჩვენ მარკეტინგში ვჯავშნით ადგილს, თქვენ გადმოგეცემათ ბიზნესი, ბექ-ოფისი. ანუ, როდესაც ჩვენ ვამბობთ ქსელური მარკეტინგი, ეს სიტყვა არ უნდა გაშინებდეთ, იმიტომ რომ ქსელური მარკეტინგი და ზოგადად ტრადიციული ბიზნესიც კი შედგება ადამიანებისგან. ანუ, ყველგან გჭირდება ადამიანები, სადაც არ უნდა წახვიდე. რა საქმესაც არ უნდა მოკიდო ხელი, ყველგან გჭირდება სანდო ორი ბიზნეს პარტნიორი ნებისმიერ სიტუაციაში, ხო? აქედან გამომდინარე, ქსელური მარკეტინგი აგებულია ადამიანების ურთიერთობებზე. და თუ ჩვენ გვინდა მყარი ბიზნესი, რა თქმა უნდა, უნდა ავაშენოთ ნდობაზე. ნუ, დღეს მესმის საქართველოში რთულიან ნდობა, მით უმეტეს ამდენი თაღლითური სქემების შემდეგ, მაგრამ როდესაც ჩვენ ხედავთ რეალობას და ადამიანებს, რომ ამ საქმეში არიან და ხედავთ შედეგებს, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე წარსულზე და უკან რა იყო ერთი წლის წინ და იმის იქენ, ამაზე უკვე აღარ უნდა ვიფიქროთ. ეს იგივე არის, ავიღო სამსახურში ხელფასი, ამ თვეში დავხარჯო და მეორე თვეში რომ მინდა ხელფასი აღარ წავიდე სამსახურში. ხო? ხომ რა ვიღებ? ანალოგიურია, ხო? ანუ აქედან გამომდინარე, დრო მიდის, არ ჩერდება, მაგრამ თქვენ რაცაც აკეთებთ ჩვეულებრივ ცხოვრებაში და სადაც მუშაობთ, ვერ აღწევთ ვერაფერს, არ გაქვთ შესაბამისი ანაზღაურება, რომ რაღაც ღირებულს მიაღწევთ. ან საერთოდ არ მუშაობთ და გინდათ რაღაცა. აი ზუსტად ამ ადამიანებისთვის არის ეს ყველაფერი და ზუსტად ამ ეს სიტუაციები და ეს ქსელური ეკოსისტემები შექმნილი არის ზუსტად ესეთი ადამიანებისთვის, ვისაც სურს ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ. ვისაც უნდა ახალი მეგობრები, ახალი სიტუაციები, სწავლება, კარგი გარემო და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერს თვითონ თავად ქმნის ნებისმიერ ორგანიზაციაში ნებისმიერი ადამიანი. ეს ყველაფერი თქვენ უნდა გინდოდეთ. შემდგომ რა ხდება? როდესაც მარკეტინგში მოდიხართ და ჯავშნით ადგილს, თქვენ გადმოგეცემათ ბექ-ოფისი, ხო? ბექ-ოფისში გაქვთ ორი ვარიანტი, იქნები აქტიური მიდიხარ ჩქარა, იქნები პასიური მიდიხარ მაინც. ანუ ფულს არ კარგავთ. აი ნახეთ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის. ფულს არ კარგავთ. ეს არის კონტრაქტული ბიზნესი, რომელიც მუშაობს მუდმივად. იმიტომ რომ ჩვენ აქ რეგისტრაციების გარეშეც გამომიმუშავებთ თანხას, ოღონდ რა თქმა უნდა ჩვენი ფულითაც მუშაობთ. ვისაც მუდმივ შემოსავლად გვაქვს ეს ბიზნესი ქცეული. უბრალოდ ის მოსაზრება რომ ადამიანებმა არიციან დღეს ჯერ კიდევ არიციან სამწუხაროდ რომ არსებობს რეალური პლატფორმები რეალურ ხალხთან ერთად, სანდო საზოგადოებასთან ერთად. ამიტომ წარმატებას და წარუმატებლობას ნებისმიერ სიტუაციაში თქვენზეა დამოკიდებული. მარკეტინგი არის იდეალური ჩამოყალიბებული, დანარჩენი უკვე თქვენ უნდა განახორციელოთ გეგმა მენტორ ლიდერებთან ერთად. იმიტომ რომ ჩვენ ეს გზა უკვე გავიარეთ და ახლა თქვენი დროა. თქვენ შეგიძლიათ მე თუ შევძელი 2 წელიწადში 300,000 დოლარის გამომუშავება, ანალოგიური შეგიძლიათ თქვენ უფრო ნაკლებ დროში გამოიმუშავოთ. იმიტომ რომ მე ჩემ დროს როცა დავიწყე 2 წლის უკან, არ მყავდა მასწავლებელი, არ მყავდა მენტორი. მე მარტო გავიყვალი გზა ამ სიტუაციაში, მაგრამ თქვენ გყავთ უკვე ლიდერები, მენტორები, რომლებიც გასწავლიან სწორად როგორ მიხვიდეთ წარმატებამდე. მოკლედ, სხვა აქ არაფერი არ არის.